ბრუნდებით ჩვენ 156 ნომრის განხილვით. წრეწირის ერთი წერტილიდან გავლებულია ორი ქორდა. კარგი. ავიღოთ წრეწირი და მის ერთ-ერთი წერტილიდან გავავლოთ ორი ქორდა. ერთი არის 9, მეორე 17. ნუ დაახლოებით ასე ვქნათ. ახლა ჩვენ ადრესს მაქვს თქვენთვის რჩევა მოცემული, ყოველთვის როდესაც ერთი წერტილიდან ორი ქორდაა, სიტუაციიდან გამომდინარე ახლა ზოგჯერ საჭიროა ორი შემთხვევის განხილვა, ანუ ამ ქორდებს შორის იქნება ცენტრი მოქცეული თუ პირიქით ორივე ქორდების მიღვა იქნება, ხო შეიძლება მოკლე ქორდა აქეთ ყოფილიყო ახლა. კარგი, ეს დავაწეროთ ახლა ეს რომ 9 არის, ეს 17 და ვიცით რომ შუა წერტილებს შორის მანძილი უდრის 5-ს. დაახლოებით ავიღოთ ახლა სად შეიძლება იყოს შუა წერტილებს შორის მანძილი, ალბათ ასე, ხო? ეს არის 5-ის ტოლი. ახლა კითხვა არის ამ წრეწირის რადიუსი უნდა ვიპოვოთ, ხო? კიდევ ერთხელ, როდესაც წრეწირის რადიუსია საუბარი, მით უმეტეს სადღაც შემოხაზულია და აქ იკვეთება კონტური, რომ შეიძლება სამკუთხედზე იყოს შემოხაზული, თუ ჩვენ ავდგებოდით ახლა და შევაერთებით მეგობრებო აი ამ ქორდების ბოლოებს, რა თქმა უნდა, გამოვიდოდა სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსის პოვნა, ხო აქ? უნდა გაგახსენდეთ სინუსების თეორემა ან რადიუსის დასათვლელი ფორმულა ABC შეფარდებული 4S-თან. მე მგონია აქ ეს მეორე ფორმულა კარგად გამოგვადგება. ახლა დააკვირდით, ფაქტობრივად ხო გამოდის, რომ ჩვენ თუ შევკრავდით ამ ორ ქორდას, ასევე სამი ქორდით, ეს ხუთიანი მაშინ შუა ხაზი გამოდიოდა, ხო? და თუ შუა ხაზია, ეს მესამე ქორდა 10-ის ტოლი იქნებოდა. მოდი ახლა დავწეროთ ჩვენ ნახევარ პერიმეტრის ფორმულა 9 + 17 + 10 შეფარდებული 2-თან. ეს არის 26, 26 და 18 და ფაქტობრივად ჰეროდის ფორმულა გამოგვდის გამოსაყენებელი, ხო? ფართობიც დავთვალოთ, რომ აი რადიუსის ფორმულაში ჩავსვათ. ეს იქნებოდა 18 ჯერ 18 - 9, 18 - 17 და 18 - 10. ეს გამოდის, ნუ 9 ჯერ 9 ესე იგი ფესვი 9 ამგენიდან 2-18-დან ფესვი 4 გამოგვივიდა 36. ესე იგი რადიუსი იქნებოდა გვერდების ნამრავლი შეფარდებული 4x36-დან. 9 და 36 იკვეცება 5 და 4-ია, 4 და 5 და 2 და 85 მერვედი გამოგვივიდა პასუხი. მოდი 47 ამოცანა ვნახოთ ახლა. 147. ტოლფერ და სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსი 2 ტოლია. ფუძე და მასზე დაშვებული სიმაღლე ერთმანეთის ტოლია. კარგი. ავიღოთ ტოლფერ და სამკუთხედი. აი ნახეთ, ფუძე და მასზე დაშვებული სიმაღლე ერთმანეთის ტოლი რა ვიყოს დაახლოებით ასე ავიღოთ. ეგ კი გამოვა, ტოლი ამ შემთხვევაში. ესე იგი, ტოლფერ და სიმაღლე ფუძის ტოლი. წრეწირიც ჩავხაზოთ. სადაც ეს სიკვდილის საჩუქრების და ვარი გამოდის, ხო? ჰარი პოტერიდან. რაღაც ასეთი. კარგი.
ნუ ამის რადიუსი ჩვენ ვიცით, r პატარა არის 2, ხო? ჩახაზული. აბა წავყვეთ, ესე იგი თოლფერდა სამკუთხედია, ჩახაზულია მასში წრეწირი, რომლის რადიუსი 2-ა. ფუძე b და სიმაღლე ერთმანეთის ტოლია, bd უდრის ac-ს. იპოვეთ სამკუთხედის ფართობი. ოკეი. მოდი შემოვიტანოთ აღნიშვნა, მოდი ეს ფუძე აღნიშნოთ x-ით, სიმაღლეც იქნებოდა x-ი. ცხადია ეს 1/2 x იქნება. უცებ ახლა ჩვენ შეგვიძლია სამკუთხედი BDC-დან, სამკუთხედი BDC-დან განსაზღვროთ BC მონაკვეთის სიგრძე, BC-ს კვადრატი უდრის x-ის კვადრატს დამატებული 1/2 x-ის კვადრატი და რა გამოდის ესა 1/4 x კვადრატი, გაერთმნიშვნელიანდება ეგ იქნება 5/4 x კვადრატი და შესაბამისად BC იქნებოდა ფესვი 5/2 x-ი. ასე. კარგი, ეგეც ფესვი 5/2 x-ი გვაქვს და რა თქმა უნდა მეორე ფერდიც ასე იქნებოდა. კარგი, რა შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ? შეგვიძლია რადიუსი. ნუ რა თქმა უნდა, ახლა უკვე ჩვენ ვიცით ჩახაზული წრეწირის რადიუსის ფორმულა და პირველ რიგში დავწერთ ხოლმე ამ ფორმულას. და ამ ფორმულაზე უარს მაშინ ვიტყვით თუ ძალიან ძიმე გამოსაყენებელი იქნა რაღაც ისე არ წავიდა რა. ახლა ამ შემთხვევაში ძალიან ნორმალური გამოსაყენებელია 2 უდრის 2-ჯერ ფართობი რა იქნებოდა, მეგობრებო, ფართობი ხო იქნებოდა 1/2 x-ჯერ x-ი, იმიტომ რომ ფუძეც x-ია, სიმაღლეც x-ია, ხო? 1/2 x კვადრატი გამოდის. და ქვემოთ ახლა 100-ლში არის ფესვი 5/2 x-ი. b-სროლშიც არის ფესვი 5/2 x-ი და c-სროლში აი მესამე გვერდის სროლში არის x-ი. ნუ ეგეც ძალიან ნორმალურად დათვლადია. ნახეთ მეგობრებო, აქ ორი ტოლი იქნებოდა x კვადრატი შეფარდებული ფესვი 5/2 x პლუს ფესვი 5/2 x-ი, ეს არის ფესვი 5x პლუს x-ი. თუ x გავიტანდით ფრჩხილებს გარეთ, ასე იქნებოდა, მოდი შევკვეცოთ და x-ი გამოვა 2 გამრავლდება ფესვი 5 პლუს 1-ზე. და რადგანაც ჩვენ აი ამ ფართობს გვეკითხებიან, ავდგეთ და შევიტანოთ ახლა x-ის მნიშვნელობა მასში, ეს იქნებოდა 1/2 x კვადრატი, ხო? ანუ 2-ჯერ ფესვი 5 პლუს 1-ის კვადრატი. არის 1/2-ჯერ 4-ჯერ ფესვი 5 პლუს 1-ის კვადრატი შეიკვეცებოდა და ესა 2-ჯერ ფესვი 5 პლუს 1-ის კვადრატი. ნუ შეგიძლიათ აქ ფესვი 5 პლუს 1-იც აიყვანოთ კვადრატში და დაწეროთ შესაბამისად რისი ტოლი იქნებოდა. კიდევ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, მეგობრებო? აი ასე რომ ცენტრი რომ შეგვერთებინა გვერდთან, ხებთან. ეს ხო r პატარა იქნებოდა, ანუ 2 იქნებოდა. ესეც 2-ია. ზემოთ x-2 იქნებოდა ეს ნაწილი. გავსება რომ დაგვეწერა. აი ამ სამკუთხედის, ესე იგი ნახეთ, აქ ხო ეს ერთკალიანია, ესეც ერთკალიანი იქნებოდა და ესა ორხაზიანი. ნახეთ, პატარა სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირე გვერდი 2 ისე შეფარდება დიდ სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირე გვერდს 1/2 x, როგორც პატარა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე x-2 შეეფარდება დიდ სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე ფესვი 5/2 x. პრინციპში x იკვეცება, 2 იკვეცება, x-ი აქ შეკვეცილია და 2 ფესვი 5 უდრის x-2-ს და x-ი იქნებოდა 2 ფესვი 5 პლუს 2-ს. ნუ კი აჯობა ისე ამ ფორმულის გამოყენებას. ახლა წარმოიდგინეთ
ჩვენ ახლა რაზე დავზოგეთ ენერგია? აი ამაზე დავზოგეთ ასე. არა, პრინციპში დასათვლელი იქნებოდა. ბოდიში გიხდით, დავაბრუნებ. აი ეს არ გვექნებოდა არაფერი გამოსაყენებელი. ამის მაგივრად შეგვეძლო მსგავსება ჩაგვერთოს საქმეში, თუ პატარა რადიუსს გავავლენთ. ხო, ეს გემოვნების საკითხი ახლა მე ეს მსგავსება ძალიან სიმპათიურება და მოწადინებული ვარ, მოწოდებული ვარ, რომ პირველ რიგში ეს გამოვიყენო ხოლმე. თუმცა ახლა ფორმულის გავარჯიშების თვალსაზრისით პატარა საშუალებით გაკეთება ამცანის უკეთესი გზა მივიჩნია. 152. მართკუთხა სამკუთხედის ერთი კათეტი 30-ია. მოდი ასე დავხატოთ ახლა ჩვენ. ამ სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსი არის 6. ну, გაიხსენეთ თქვენი ახლა ერთ-ერთი კათეტი არის 30, იპოვეთ სამკუთხედის ფართობი, ხო? ну, მოდი ეს იყოს 30 და ეს არის c. გაიხსენეთ მეგობრებო, მართკუთხა სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსი რა ვიცით? ხო ვიცით, მისი დასათვლელი ფორმულა ეს არის კათეტების ჯამს გამოკლებული ჰიპოტენუზა შეფარდებული ორთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და შესაბამისად შეგვეძლო აქ მაგის გამოყენება, ესე იგი r იყო 100 დამატებული 30 გამოკლებული c შეფარდებული ორთან, ну რადიუსის მაგივრად, რა თქმა უნდა, ჩავწერდით 6. ну აქედან ეს იქნებოდა 12 უდრის a + 30 - c, ანუ a - c ხო ვარყოფითი გამოდის, მოდი c გამოვსახოთ, c გამოდიოდა a + 18, ხო? და ახლა შეგვიძლია პითაგორას თეორემით გამოვთვალოთ, ესე იგი a კვადრატს დამატებული 30-ის კვადრატი ხო უდრის c კვადრატს და შესაბამისად a კვადრატს + 30-ის კვადრატი უდრის a + 18-ის კვადრატს. რა თქმა უნდა, ეს კვადრატულიც არ გამოდის. 900. აქ იქნებოდა a კვადრატს დამატებული 36-ა დამატებული 18-ის კვადრატის 324, a კვადრატები პათილდება, 36a უდრის 576-ს. ეს 6 იყოფა, ხო, იკვეცება, ეგ არის 6, აქ იქნებოდა 9 და 6, ხო? და a გამოვიდა 1 და 6, 16 გამოვიდა რა? ხო, რა სიტყვებდნენ, იპოვეთო ფართობი, არა? ხო, იპოვეთ სამკუთხედის ფართობი და ანუ 16 გამოვიდა, შესაბამისად ფართობი გამოდის 1/2 16-ჯერ 30. ну ეს 240 იქნებოდა მეგობრებო ამის ფართობი. შეიკვეცებოდა აქ და 240 გამოდის. ну გაგახსენეთ ახლა მართკუთხა სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსის დასათვლელი ფორმულა. არ არის ახლა რთული ამოცანა, აღარ შევყობდები, აღარ გავაკეთებ სხვაგვარად და მოდი პირდაპირ 59-ზე გადავიდეთ. იპოვეთ სამკუთხედის ფართობი და თან არ არის დაკონკრეტებული, კი აგერ კუთხები გწოდნა. იპოვეთ სამკუთხედის ფართობი, თუ მისი ერთ-ერთი გვერდი 6-ია და მასთან მდებარე კუთხები 30 და 45. აი, ნახეთ მეგობრებო. ეს არის, თქვათ, 30 გრადუსი, ეს 45 და გვერდი არის 6. ну უნდა ვიპოვოთ ამ სამკუთხედის ფართობი, ხო? ეს უნდა ვიპოვოთ სამკუთხედის.
ახლა პირველ რიგში რა მოგდის თავში, რა შეიძლება დაინახო აქ? მე მაგალითად აქ უცებ დავაწერე, რომ ეს 105 გრადუსი იქნებოდა. ხო, 180-ს გამოვაკეთეთ 30 და 55-დან. რადგანაც ახლა ფართობს ვთხოვენ და თან კუთხე და გვერდი მოცემულია, ну რატომღაც მომინდა რომ გამომეყენებინა სინუსის დახმარებით ფართობის დასაცველი ფორმულა, ეს იქნებოდა 1/2 ჯერ a ჯერ x ჯერ სინუს 30 გრადუსი, ხო? მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ არ ვიცით a. და გამოვიყენოთ ახლა სინუსების თეორემა. სინუსების თეორემა რას გვეუბნება? გვერდი, რომ შევაფარდოთ მოპირდაპირე კუთხის სინუსთან, ანუ a, რომ შევაფარდოთ სინუს 45-თან, ტოლი იქნება 6, რომ შევაფარდოთ სინუს 105 გრადუსთან. მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს. სინუს 105 გრადუსი ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა რიცხვით უშუალოს მატარებელია და როგორ ვიქცევით ამ დროს ან დაყვანას ვიყენებთ ან და ორ არგუმენტად წარმოადგენს. აქ დაყვანა არ უშველის ახლა და 105 წარმოადგენთ ორი ისეთი არგუმენტის ჯამის სახით, რომლებზედაც ცალ-ცალკე ჩვენ ინფორმირებული ვართ სინუსი და კოსინუსი რას უდრის. სინუს ეს დაიშლებოდა სინუს 60 კოსინუს 45 დამატებული სინუს 45 კოსინუს 60. სინუს 60 გრადუსი ეს არის ფესვის 3/2, გამრავლებული კოსინუს 45 გრადუსი ფესვი 2/2, დამატებული სინუს 45 ფესვი 2/2, გამრავლებული კოსინუს 60 გრადუსი 1/2. ნუ ეს იქნებოდა ფესვი 6 პლუს ფესვი 2/4. კარგი, შევიდავთ ახლა ეს მნიშვნელობა. აქ ესე იგი არის ფესვი 2/2, a შეფარდებული ფესვი 2/2-თან, 6 შეფარდებული ფესვი 6 პლუს ფესვი 2/2-თან, ეს ორები შეიკვეცებოდა და ფესვი 2-ზე რომ გავამრავოთ ტოლობის ორივე მხარე, ხო? ანუ ნახეთ, აქედან რომ გაიტანოთ ფესვი 2 ფრჩხილებს გარეთ, ხო გამოდის ფესვი 3 პლუს 1. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენ შეგვიძლია შევკვეცოთ ტოლობის ორივე მხარე ფესვი 2-ზე მნიშვნელები უпроსტად, ანუ გავამრავლოთ ფესვი 2-ზე. მაშინ ეს იქნებოდა აქეთ a უდრის 6 შეფარდებული და ფესვი არა a მეორეთი, ხო, ბოდიში. თუ ფესვი არა ფესვი 2-ზე უკვეცავდა, ხო? ადამჩებ, ანუ ტოლობის ორივე მხარეს ვამრავალ ფესვი 2-ზე, ესე იგი ფესვი 2 შემოკვეცება არ მექნება და აქეთ იქნებოდა 6 შეფარდებული ფესვი 3 პლუს 1-თან. ანუ თუ გავაგზავნებთ ამ სამკუთხედის ფართობის დაწერას, ეს იქნებოდა 1/2 გამრავლებული 6 შეფარდებული ფესვის 3 პლუს 1-თან, გამრავლებული 6-ზე, გამრავლებული 1/2-ზე. ეს არის 3, ეს არის 3 და პასუხი იქნებოდა 9 შეფარდებული ფესვის 3 პლუს 1-თან. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეუღლებულზე გაამრავლოთ მეგობრებო ეგ და შესაბამის პასუხსაც მიიღებთ. რა დავაკელით აქ ჩვენ რამე, ფესვი 2 შეკვეცდა. აქ არის 1/2 ჯერ ეს, კი ბატონო, 6 1/2. კარგი. მოდი ახლა სხვანაირად გავაკეთოთ. ასე გქონიათ სხვა შემეშალა თქმა. გადატანა აქ 4 უნდა მეწეროს აქ ოქროები. აი 4 უნდა მეწეროს და 2 მიწერია და შესაბამისად ეს ორიანი ავიდოდა ზემოთ აქ 12 გახდებოდა. 12 და აქაც იქნებოდა 12. ამიტომ ეს რომ შეიკეცებოდა, იქნებოდა 6 და აქ იქნება თუ რა მეტი. კაი, ბოდიში გიხდით. ყველაზე ყურადღების გამო. აი აქ ეს 4-იანი აქ უნდა გადატანდი. ახლა მე მგონია უფრო მოკლე გზაც არსებობდა ამ ამოცანის ამოხსნის და მოდი ახლა იმ მოკლე გზას შემოგთავაზებთ. ანუ სხვა სტრატეგია რომ აგვერჩია ფართობის დასაცველი, ესე იგი
ორი გვერდი და მათ შორის მდებარე კუთხის სინუსი კი არ გამოგვეყენებინა, არამედ ავდგარიყავით და უბრალოდ სიმაღლე დაგვიშვა, მეგობრებო, ჩვენ. აი, ასე სიმაღლე რომ დაგვიშვა. ახლა რა მოხდებოდა აქ? ეს თუ 30-ია, ეს იქნებოდა 60 გრადუსი, ხო? და ამ სიმაღლეს თუ აღნიშნავდით x-ით, შესაბამისად, აქეთ 45 გრადუსი იქნებოდა და ეს ტოლფერდა იქნებოდა. ანუ ესეც x იქნებოდა. და რაც შეეხება აქეთ, ეს იქნებოდა 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი თუ არის x-ი, მაშინ 60 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი ფესვის სამჯერ დიდი იქნებოდა. ამიტომ აქეთა გვერდი არის x ფესვის 3. ესე იგი, x ფესვის 3-ს დამატებული x-ი, ტოლი იქნებოდა 6-ის. x-ი გავიდოდა ფრჩხილებს გარეთ, ფრჩხილებში დარჩებოდა ფესვის 3 პლუს 1 და გადმოვიდოდა შეფარდებით. და მორჩა, დაწერდით ახლა ფართობის ფორმულას, იქნებოდა 1/2 ჯერ x ჯერ, ანუ x-ი შეფარდებული ფესვის 3 პლუს 1 გამრავლებული ფუძეზე. ნახეთ რა მარტივია, გაცილებით მოქნილია, ხო და 18 შეფარდებული ფესვის 3 პლუს 1. რა თქმა უნდა, იგივეს მივიღებდით. ნუ შეგიძლიათ შეუღლებულზე გაამრავლოთ რიცხველიც და ნიშნველიც. ქვემოთ გექნებოდა ფესვის 3-ის კვადრატს, ანუ ეგ არის 3 და მინუს 1-ის კვადრატი 1, ანუ 2 იქნებოდა. ზემოთ იქნებოდა 18 ჯერ ფესვის 3 მინუს 1 და 18 და 2 შეიკვეცებოდა, იქნებოდა 9 ჯერ ფესვის 3 მინუს 1. ნუ ეს იგივე პასუხი არის 18 შეფარდებული ფესვის 3 პლუს 1-თან. 50 ამოცანა. 150. ABC სამკუთხედის ფართობი არის 16. გავიღოთ რაიმე ABC სამკუთხედი, ხო? ABC. და მისი ფართობი არის 16. იპოვეთ AB გვერდის სიგრძე, AB-ს გვეკითხებიან, თუ AC არის 5, BC არის 8, ხოლო კუთხე-C, ნუ კუთხე-C ვიცით არის ბლაგვი, ანუ მეტია 90 გრადუსი. ნუ ახლა კაცი ისე საეჭვოდ დაიწყო, საეჭვოდ რა პრინციპში პირდაპირი მინიშნება იყო, ხო, C-ზე, ხო არ გამოვსახოთ ფართობი ამ ორი გვერდით, ანუ 8 და 5-ით, ანუ 5 ჯერ 8 გამრავლებული მოპირდაპირე კუთხის სინუსზე, ხო? მაგალითად 16. ეს იკვეცებოდა აქ და სინუს ალფა გამოვიდა 4/5. 2 გადავიდოდა გამრავლებით და 5 გაყოფით. და რადგანაც ჩვენ აქ x-ის დათვლაზე ვართ, ხო? ორიენტირებული კოსინუსების თეორემა ხო ერთ-ერთი მთავარია, რაც უნდა გაგვახსენდეს ხოლმე კუთხებზე და გვერდებზე როცა ერთდროულად საუბარი და ამ შემთხვევაში კოსინუსების თეორემით x იქნებოდა x კვადრატი 5-ის კვადრატს დამატებული 8-ის კვადრატი გამოკლებული 2 ჯერ 5 ჯერ 8 ჯერ კოსინუს ალფა. და კოსინუს ალფა შეგიძლიათ გამოთვალოთ აგერ სინუს ალფადან. ეგ რა იქნებოდა? კოსინუს ალფა იქნებოდა პლუს მინუს ფესვი, ეს გამოკლებული სინუს კვადრატ ალფა, ანუ 4/5 კვადრატ π. და რადგანაც აქ გვეუბნებოდა, რომ C კუთხე ბლაგვიაო, მაშინ პლუსი აღარ იქნებოდა, მარტო მინუსით იქნებოდა აი ეს. თუ ბლაგვია. და მინუს 3/5 გამოვა ოქროვით კარგად დათვლით ახლა ამას. და შევიტანით ამ მნიშვნელობას აქ და x კვადრატი ტოლი იყო 25 პლუს 64 გამოკლებული. მოდი ასე დავწეროთ 2 ჯერ 5 ჯერ 8 ჯერ მინუს 3/5. იკვეცება და გამოდის ანუ 25 დამატებული 64 დამატებული 8 ვიწერია. 6 ჯერ 8, ანუ 48, ხო? 2 ჯერ 3 ჯერ 8. ეს არის x კვადრატი. ნუ რა გამოვიდა ახლა 64 პლუს 25 არის 89. ანუ 120
9 და დამატებული 8-ს გამოდის მეგობრებო 127. ხო? ანუ x კვადრატი გამოდიოდა 127 და შესაბამისად x-ი გამოვიდოდა მეგობრებო, მონაკვეთი აქ პლუს მინუსი აღარ იქნებოდა. ფესვი 127-დან. აი ასეთი ამბებია. 51 ნომერი. ნახოთ ახლა. პრინციპში შეგვიძლია ნახაზი აქვე გამოვიყენოთ. კარგი ნახაზია. ნუ რა ვიცით? A არის 3. OB არის 6. OC არის 5. OD 4. და ვიცით რომ ამ ფართობების ჯამი, ანუ ამ პირველის და მეორის, ანუ S1 დამატებული S2 არის 39 მეოთხედი. ახლა აქ ყოველთვის უნდა ეძება მსგავსება, კი, აი ვერტიკალური კუთხეები, ახლა ეს და ეს ტოლია, თუ კიდე ალფას დავარქვათ, ახლა მაგრამ მეტი არაფერი იცი რა. ანუ სამკუთხედების მსგავსების ერთი ნიშანი ის, რომ კუთხეები ერთმანეთის ტოლი ორ სამკუთხედში არ გამოვიდოდა, რომ არ ვიცით არ ვართ ინფორმირებული, ხო, მარცხენა და მარჯვენა სამკუთხედის კუთხეებზე ახლა არც პარალელური რომ არის აცედადები, არც ამაზე ვართ ინფორმირებული. მეორე ნიშანია სამივე გვერდი უნდა იყოს პროპორციული ერთმანეთისგან, ნუ ესეც არ ხდება, იმიტომ მესამე გვერდზე არ ვართ ინფორმირებული და მესამე წესია თუ ორი გვერდი პროპორციული აქვს ორი გვერდი და მათ შორის მდებარე კუთხე ტოლია. და გამოდის, რომ A3 შეფარდება 6-თან ტოლი უნდა ყოფილიყო 5 შეფარდება 4-თან, რაც არ არის, A3 შეფარდება 4-თან, 5 შეფარდება 6-თან ტოლი უნდა ყოფილიყო, ეგეც ტყუილია. მაშინ რა რჩება ახლა? მსგავსება არ არის. რაღაც კუთხე ორი გვერდია მოცემული სამკუთხედის, მათი ფართობების ჯამი ვიცით და ხო გამოვიყევთ ეს სინუსის დახმარებით. ანუ ესი AOC-ი რა იქნებოდა? ეს იქნებოდა 1/2 ჯერ 3 ჯერ 5 ჯერ სინუს ალფა. ანუ იდეაში 15/2 სინუს ალფა. ესი დეობესი რა იქნებოდა? ეს იქნებოდა 1/2 ჯერ 4 ჯერ 6 ჯერ სინუს ალფა. ეგეც ხო, აქ გამოდის 24/2 სინუს ალფა და ახლა არ გვინდა ბევრი გამოძიება, თუ დავკრევდით ამ რაღაცას და ამათი ჯამი გამოდის ახლა 39/2 სინუს ალფა, ესეც 39/4-ია და ნუ ეგ მარტივად სინუს ალფა გამოდის 1/2 ტოლი, მაგრამ რამდენად ჩვენ ესი AOC-ს გთხოვდეთ უბრალოდ, ხო? ეს იქნებოდა 1/2 ჯერ 3 ჯერ 5 ჯერ და სინუს ალფა ხო რა გამოდის 1/2 არ გამოდის? ანუ 15/4 გამოდიოდა მეგობრებო პასუხი. გადავამოწმებია თუ ეთება, კი, 15/4. ახლა რა ხდება 152 ამოცანაში? სამკუთხედის ორი გვერდი არის B და C. კაი, ორი გვერდი არის B და C. ფართობი კი 2/5 BC. ეს უთქვის 2/5 BC-ს. იპოვეთ მესამე გვერდი. ნუ რა თქმა უნდა ახლა ამას თუ აღნიშნავდით ესით, მაშინ იგივე ეს ფართობი იქნებოდა 1/2 BC სინუს ალფა. ანუ 2/5-ს გავუტოლებდით 1/2 BC სინუს ალფას. ხო, 2/5 BC-ს თქვა და გავუჩნდა. იმიტომ რომ ფართობი ერთი მხრივ ეს არის, მეორე მხრივ ეს არის და ეგ არის 2/5 BC. BC-ები გვეცება და სინუს ალფა გამოდის 4/5. მაგრამ ჩვენ ახლა
მესამე გვერდი რომ დავთვალოთ, გვინდა კოსინუსების თეორემა. b კვადრატს პლუს c კვადრატი მინუს 2bc გამრავლებული სინუს ალფაზე. b და c მოცემულია, მოცემულად იქნება, ხო? ხო, მესამე იპოვეთ მესამე გვერდიოდა. ხო, აქ ბოდიში აქ სინუს ალფა კი არა, კოსინუს ალფა უნდა, ხო, ფორმულით. ნუ ბედაც რადგან მოცემულად იქნება ერთი დასაწყისი რჩება კოსინუს ალფა და კოსინუს ალფა რა გამოდის? გამოდის მეგობრებო პლუს მინუს ფესვი 1 მინუს სინუს კვადრატ ალფა, ანუ ეგ არის 1 გამოკლებული 4/5 კვადრატი, ეგ არის 3/5 გამოდის. ანუ ოღონდ პლუს მინუს 3/5 ხო? არ ვიცი დადებითი იქნება თუ უარყოფითი და პრინციპში კოსინუსი შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც ხო სამკუთხედის კუთხეებისთვის. ანუ რა გამოდის x კვადრატი? გამოდის b კვადრატს პლუს c კვადრატი მინუს 2bc გამრავლებული მინუს პლუს მინუსია და პლუს მინუს შევიტან მერე. ასე მოდი ასე პლუს მინუს 3/5-ზე. რა გამოვიდა x-ი? ან გავაერთო შელიანოთ ახლა. x-ი გამოდის ფესვი b კვადრატს დამატებული c კვადრატი და ეს პლუს მინუსი აი წინ გადმოვა და გამოდის 6bc შეფარდებული 5-თან. პასუხებშიც ასე არის. ჩვენ ძალიან არ დაგვიმძიმები ახლა ამოცანა. 153 ვნახოთ ახლა. 153-ზე შეგვიძლია ნახაზი გამოვიყენოთ. უბრალო, ანუ AM-ი არის 6, MB არის 4, AK-ც არის 4 და AC მთლიანად იყო 12. და გვეკითხებოდნენ აი ამის ფართობს, თუ ამის ფართობი 8 რომ იყო ვიცოდით. ესია MK არის რვისტოლი. გვეკითხებიან ესი MB-C-100. ახლა შეხედეთ. აქაც მსგავსებაზე არ ვართ ინფორმირებული. სამაგიეროდ ისევ და ისევ, აი ეს დიდ სამკუთხედს და პატარა სამკუთხედს ეს კუთხე ხო აქვს საერთო. და აი რომ ჩავწერო ახლა ამ კუთხის დახმარებით MK-ს ფართობი რაც ამოცეული 1 მეორედი 6-ჯერ 4-ჯერ სინუს ალფა 4/8, ხო? ეს არის 2, ანუ სინუს ალფა გამოდის 8/12 და ეგ არის რომ შეიკვეცება 4-ზე 2/13 არის სინუს ალფა და ჩვენ რა გვჭირდებოდა ახლა ჩვენ თუ ვიპოვეთ დიდი სამკუთხედის ფართობს და გამოვაკლოთ AMK სამკუთხედის ფართობს, ყველაფერი დაალაგებულია. ABC-ს ფართობი რა იქნებოდა 1/2-ჯერ 10-ჯერ 12-ჯერ სინუს ალფა, ხო? ეგ რატო ხო ვთქვით ეს 10 ეს არის 12 ეს არის და დიდი სამკუთხედიდან გამომდინარე, ანუ 60 გამრავლებული სინუს ალფაზე, ანუ 2/3-ზე. გამოვიდოდა 80 მეგობრებო. კარგი, მოდი გადავამოწმოთ აბა 153. ხა, არ დაგვითავრებია, ხო? და დაშტრიხული რა იქნებოდა ეს K M B C რაღაცა გავაფუჭე ხო აქ? სინუს ალფას მნიშვნელობა სინუს ალფას მნიშვნელობა შეტანილი მაქვს.
აბა რა მაქვს ახლა არეული? რა მაქვს არეული და შეხედეთ, აქ რომ შევკვეცე 60-ო 3-თან, 40 მივიღე და უნდა ვიყო 20, ანუ 40 არის. ახლა AC KMBC რა გამოდის? AC დიდი სამკუთხედის ფართობს, აგერ გამოკლებული ეს პატარა სამკუთხედის ფართობი, ანუ 40 მინუს 8 არის 32. მოდი ვნახოთ 54 ამოცანა რა სიტყავს, ნუ მენელაის თეორემას წააგავს, არა? კაი, აბა მოდი დავფიქრდეთ თვითონ ნახაზზე გაკეთება ხვარაჯობებს. დავაწეროთ თავად ნახაზს, აბა ესე იგი, კაცე მონაკვეთი BM-ზე 2-ია. მაშინ BM-ს დავაწეროთ x-ი, კაცე იქნება x + 2. AB მონაკვეთი არის 9 და AK მონაკვეთი არის 12. ახლა ჩვენ ვიცით, რომ S-ი AM კასი უდრის S-ი ABC-ს. S-ი ABC-ს. აი ნახეთ, S-ი AM კასი უდრის S-ი ABC, ABC აი ასე. კაი. ახლა მოდი გამოვხატოთ, ჩვენ მოდი გამოვსახოთ S-ი ABC-ს რა იქნება. დაგვიდით, ალბათ აქ კარგი სტრატეგია იქნება თუ ჩვენ კუთხის დახმარებით გამოვხატავთ სამკუთხედის ფართობებს, იმიტომ რომ აი ეს კუთხე და ორივე მითითებულ სამკუთხედში მონაწილეობს. შესაბამისად, AM-კ სამკუთხედის ფართობი ეს იქნებოდა 1/2, ნახეთ, AM გვერდი მთლიანად, ანუ 9 + x-ი გამრავლებული AM-კ, ხო, AK გვერდი, ანუ 12 და გამრავლებული მათ შორის მოთავსებულ კუთხის სინუსზე, ხო, სინუს ალფა. ახლა ნახეთ, ეს ტოლი არის და ეს ABC-ს რო დავწეროთ 1/2 ABC-ს AB გვერდი, ანუ 9 გამრავლებული AC გვერდზე, ანუ 12-ს დამატებული x + 2 და გამრავლებული ისე მათ შორის მდებარე კუთხის სინუსზე, ხო? აი ასეთი ამბავია. კაცე მონაკვეთს გვეკითხებიან, არ დაგვაწყდეს. ანუ x + 2-ს 1/2 შეიკვეცებოდა სინუს ალფა, შეიკვეცებოდა. შეგვიძლია პრინციპში 12-ით შევკვეცოთ 3-ზე და 9-ს აქ 3 დარჩება აქ 4. და თუ გავხსნით ფრჩხილს 9 + x მრავლდება 4-ზე, ანუ 36-ს დამატებული 4x. აქეთ კი იქნებოდა 3 გამრავლდებოდა 12 + 2-ზე, ამ 14-ზე იქნება 42 და 3 გამრავლდებოდა x-ზე. შესაბამისად x-ი ტოლი იქნებოდა აქ 6-ის. და მაშინ საძიებელი გვერდი კაცე იქნებოდა 8-ის ტოლი, ხო? ეგ იქნებოდა x + 2, ანუ x + 2 8-ის ტოლი. 55. KM-ს სამკუთხედში, მოდი ახლა ეგ დავხატოთ. 155. ავიღოთ KM-ს სამკუთხედი, ასე, K, M, N. M-ი არის 6-ის ტოლი, KM-ი არის 6-ის ტოლი, MN-ს მინუს KN. მოდი ამას დავარქვათ, ამას დავარქვათ B და შესაბამისად A მინუს B ვიცით არის 2-ის ტოლი. KMN კუთხე, მოდი ამას ალფა დავარქვათ, ანუ მისი კოსინუსიც ვიცით. ეს არის კოსინუს ალფა 3/5. იპოვეთ სამკუთხედის ფართობიო. ნუ, ანუ KMN სამკუთხედის ფართობი უნდოდა, ხო? S-ი KMN-ის. კარგი. რა მონახაზი შეიძლება გავაკეთოთ ახლა აქ? რატომღაც მგონია, რომ აი ნახეთ როგორი უღამია ახლა
ამის დახმარებით უნდა ვიპოვო სინუს ალფა. ანუ ეგ იქნება პლუს მინუს არ დავწერ, იმიტომ რომ 0-დან 180-მდე სინუსი ნებისმიერი კუთხის მაინც დადებითია. და 1 მინუს კოსინუს კვადრატ ალფა უნდა დავწერო, ანუ 3/5-ის კვადრატი. ეგ არის მეგობრებო 1 მინუს 9/25, ანუ 16/25 ამოიფესობა და 4/5-ია. და ფართობს დავწერდით, ეს იქნებოდა 1/2 6-ჯერ a-ჯერ სინუს ალფა. ნუ სინუს ალფა უკვე დავთვალეთ, აგერ 4/5-ია და დასათვლელი რჩება a. რა სიტყვით? არ იგზა რა? და როგორ შეგვიძლია გამოვთვალოთ? ნუ პრინციპში ჩვენ ერთ-ერთ თავარ რჩევას რომ ვიყვეთ, ჯერ რა თქმა უნდა სამკუთხედებში ვეძებთ გავსებას და მერე ვეძებთ სივრცეს, რომ კოსინუსების თეორია გამოვიყენოთ რა. გვერდები, კუთხეები ამოცემული და კუთხე კოსინუსით ამოცემული და დიდი ალბათობით ასეც იქნება. აი ნახეთ, რო დავწეროთ ახლა ბეგვერდის მიმართ კოსინუსების თეორია, ანუ b კვადრატი ტოლია 6-ის კვადრატს დამატებული a კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ 6-ჯერ a-ჯერ მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსი, ხო? ნუ დავწეროთ პირდაპირ 3/5. ახლა ნახეთ, აქედან b-ს გამოსახვა ხო შეგვიძლია, ეს b იქნებოდა a-2 და რომ ჩავსვათ ახლა ვის მაგივრად a-2-ის კვადრატი, ეს არის 36 დამატებული a კვადრატი გამოკლებული, პრინციპში ეგ არის 36/5-ა. ავიყვანოთ კვადრატში, a კვადრატს მინუს 4a პლუს 4 უდრის 36 პლუს a კვადრატს მინუს 36/5-ა და a კვადრატი ბათილდება. 36/5 გადმოვა აქეთ და 16/5 დარჩებოდა, 36/5-ს გამოვაკდებოდა 4, 16/5 არის 4 აქეთ გადმოვა და იქნება 32, ესენი იკვეცება და გამოდის 10-ის ტოლი. მაშინ მოდი ჩავსვათ ახლა ას მნიშვნელობა აქ და ფართობი იქნება 1/2-ჯერ 10-ჯერ 6-ჯერ 6-ჯერ 10-ჯერ 4/5. გამოგვივიდა 24. კი ბატონო, 155-ში 24-ია. კარგი, მოდი ახლა ვნახოთ 156 ამოცანა. ABC სამკუთხედში BC გვერდი 4-ის ტოლია. აბა ავიღოთ. A, B, C სამკუთხედი. BC გვერდი არის 4-ის ტოლი. დანარჩენი ორი გვერდის ჯამი კი 6-ია. მოდი დავაწეროთ ამათ A და B. მათი ჯამი გამოდის 6. იბოვეთ სამკუთხედის კუთხეები თუ ACB, მოდი ამას ალფა დავაწეროთ. კოსინუს ალფასი არის 5/12-ის ტოლი. და ისევ და ისევ ვითხოვენ სამკუთხედის ფართობს. მოდი გადავთვალი, ხო, სწორად გადავიტანეთ და ტყუპის ცალი ამოცანა გამოდის წინასი. ესე იგი 4 არის BC. დანარჩენი ორი გვერდის ჯამი არის 6, კი ბატონო, და კოსინუსი ACB კუთხის არის 5/12. აქაც ანალოგიურად მოვიქცეოდით ახლა დავთვლიდით სინუს, ცოტა ნაკლებ კარგი რიცხვი გამოდის, ხო, ერთს გამოვაკდებოდა 5/12-ის კვადრატი. ეს გამოდის 25 154. ერთს რო გამოვაკდება 25 154, ეს 119 154-ია და ეს იქნებოდა ფესვი 119/12. და ფართობსაც გამოვთვლიდით, ეს იქნებოდა 1/2-ჯერ 4-ჯერ b-ჯერ სინუს ალფა, ხო? b-ჯერ სინუს ალფა. რა თქმა უნდა, სინუს ალფას მაგივრად შევიტანდით ფესვი 119/12-ს.
ახლა ანალოგიურად დავწერდით კოსინუსების თეორემას. A გვერდისთვის a კვადრატი ტოლი იქნებოდა 4-ის კვადრატს დამატებული b კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ 4-ჯერ b-ჯერ კოსინუს ალფა, ანუ 5 მე 12. ალბათ აქედან აჯობებდა გამოგვესახა a იქნებოდა 6 მინუს b, ჩავსვამდით აქ 6 მინუს b-ს კვადრატი ტოლია 16-ს დამატებული b კვადრატი გამოკლებული ეს იკვეცება აქ და შეგვიძლია დავწეროთ 10 მე-13 b. ავიყავთ კვადრატში 36-ს გამოკლებული 12b დამატებული b კვადრატი, ეს არის 16 დამატებული b კვადრატს მინუს 10 მე-13b, b კვადრატი ბათილდება. 12 აქეთ რო გადმოვიდავთ, 16 აქეთ, აქ 20 დარჩებოდა. 12-ს გამოაკდება 10 მე-13, ეს არის 26, ანუ 36-ს გამოაკდება, ხო, 26 მე-13b და შედეგად b გამოვიდოდა, ეს შეიკვეცებოდა 2-ზე 13/30, ხო? ვეცასობთ, არა, 30 მე-13. შევიტანოთ ახლა მნიშვნელობა, აი აქ ეს იქნებოდა 1/2-ჯერ 4-ჯერ 30 მე-13-ჯერ 5 მე-12. ასეთი ამბავია. ნუ შევკვეცოთ, აქ იქნება 3, აქ 1, 30 და 3 კვეცება, აქ იქნება 1, აქ 10, 2 კვეცა 10, აქ იქნება 5 და შესაბამისად, ვაი რა გავაკეთებ, ბოდიში რა. სინუს ალფა ფესვი 119 მე-12 უნდა დამეწერა და მე კოსინუსი დავწერე. ანუ 1/2-ჯერ 4-ჯერ b მივიღეთ 30 მე-13 გამრავლებული ფესვი 119 მე-12-ზე. აქ მე-13 უნდა დავწერე. ხო, ნუ იგივე იქნება, ეგ იკვეცება, იქნება 4, აქ იქნება 10, ეს და ეს იკვეცება, 2-იანი 10 შეკვეცდა, 5 ფესვი 119, ეს 2-იანი და 10-იანი შეკვეცე, შეფარდებული 13-თან მივიღეთ. 157 ამოცანას დავაკვირდეთ ახლა. აგერ 157. პარალელოგრამის ფართობი არის, ვავიღოთ პარალელოგრამი და მისი ფართობი ვიცით არის 210 ფესვი 3. დიდი გვერდი მცირე გვერდზე 16-ით მეტია. მოდი მცირე გვერდს x-ი დავარქვათ, დიდი გვერდი იყოს x + 16. იპოვეთ გვერდები თუ პარალელოგრამის ბლაგვი კუთხე 120 გრადუსია. თუ ბლაგვი კუთხე 120 გრადუსია, ცხადია, მახვილი კუთხე 60 გრადუსი იქნება. მაშინ პარალელოგრამის ფართობი ჩავწეროთ ისევ სინუსის დახმარებით, როგორც სამკუთხედის დროს თუ 1/2 AB სინუს ალფა, პარალელოგრამის დროს იქნება AB სინუს ალფა, ხო? ანუ x-ჯერ x + 16-ჯერ სინუს 60 გრადუსი, ეს ტოლი იქნებოდა ფართობის, ხო? 210 ფესვი 3-ის. ნუ სინუს 60 გრადუსი ვიცით არის ფესვი 3/2. აქ გავხსნათ ფრჩხილი x კვადრატს + 16x-ია. ფესვი 3 ფესვი 3-ს კვეთს, 2 გადმოვა გამრავლებით, 420 იქნება, 420 გადმოვიდო და აქეთ გამოკლებით. 420. ნუ აქ უნდა 420 უნდა დავშალოთ 2-ისე თანამამრავლად, რომელთა -420, რომელთა ჯამი იქნებოდა 16 ხო მოპირდაპირე ნიშნით, ხო? ნუ ვიეტის თეორემა რომ გამოვიყენოთ. ეს არის -30 და 14. x1 იქნებოდა -30, რომელიც გარეშე ფესვია, იმიტომ რომ გვერდი არ შეიძლება იყოს ასეთი ვარყოფითი და
x2 იქნებოდა 14, ანუ პასუხი იქნებოდა 14, ხო? და 30, ხო? 14 პლუს 16. ჩვენ გვერდებს ვთხოვდნენ აქ და გვერდები წარმატებით ვიპოვეთ. 158 ამოცანა. წრეში გავლებულია AB და CD ქორდა და ესენი იკვეთებიან ამ წერტილში. აქ, ავიღოთ აქ. გავავლოთ AB და CD ქორდა. გადავკვეთოთ ამ წერტილში A, B, C, D. K არის BMD კუთხის ბისექტრისის BMD კუთხე სად არის? BMD კუთხე. კარგი, ბისექტრისის BD ქორდასთან გადაკვეთის წერტილი. ანუ უნდა ავიღოთ ახლა ჩვენ აქ BD ქორდა. უნდა გავავლოთ BMD კუთხის ბისექტრისა, ასე ვავლებთ ბისექტრისას. იგი ვიყავი ბოლომდე რა, ასე. და ეს არის BMD კუთხის ბისექტრისა BD ქორდასთან გადაკვეთის წერტილი. K. ეგ არის K. კარგი. იპოვეთ BK. ოკეი, ამას გვეკითხებიან. და KD. კარგი, კითხვის ნიშანს დავწერე, ანუ რა შეფარდები ტყობს, ფაქტობრივად ამას ვთხოვს, ხო, ბისექტრისა BD მონაკვეთს, თუ თავთლიანად BD არის 3 სტოლი, ხოლო S-ი CM BS-ი. აჰა. მოდი შევაერთოთ ახლა ჩვენ. ასე. და S-ი AM DS-ი. აჰა. აი ასე. არის 1/4-თან. კარგი, გასაგებია. მოდი გავამოქებ ახლა მე ამ სამკუთხედებს. აი ნახეთ. ამ სამკუთხედის და აი ამ სამკუთხედის ფართობების შეფარდება გითხრა რას უდრის. SCMB ასე შეფარდებული SAM-თან ეგ არის 1/4-თან ვიცით. ახლა ნახეთ. და ნუ ეს მეკითხებიან BK-ს და KD-ს. ეძებ ყოველთვის გავსებას, ხო? კი ბატონო, და დააკვირდით ეს კუთხე. ამ კუთხის ტოლი არ არის? იმიტომ რომ ესენი არიან ერთი და იგივე რკალზე დაყრდნობილი ჩახაზული კუთხეები. ანალოგიურად ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი არ არის? რა თქმა უნდა, არის. შესაბამისად, სამკუთხედი CMB არ არის მსგავსი სამკუთხედი DM100. კი, რა თქმა უნდა, მსგავსია. და თუ მსგავსია, თქვა მსგავსების კოეფიციენტი არის K. მაშინ მათი ფართობების შეფარდება ხო იქნებოდა იგივე K კვადრატის ტოლი. ანუ აქედან K გამოდის 1/2. აჰა, ძალიან კარგი. ახლა მოდი რას დავაკვირდეთ. თუ ჩვენ ვიხილავთ ამ ორი სამკუთხედის ფარდობას, ესე იგი შესაბამის გვერდები რა იქნებოდა? ნახეთ, ერთ ხაზი არის მოპირდაპირე MB შეფარდებული ქვემოთ ერთ ხაზი არის მოპირდაპირე MD-სთან. ანუ K არის ამის ტოლი, ხო? ეს არის შესაბამის გვერდების შეფარდება, ანუ ეს არის 1/2. ანუ გამოდის, რომ MB ისე შეფარდება MD-ს, როგორც 1/2-ს. ხო, აი x-ი 2x. და რადგან ბისექტრისა MK ახლა სამკუთხედ BMD-ში რა მოხდება? ბისექტრისა მოპირდაპირე გვერდს გაყობს მიმდებარე გვერდების პროპორციულად. ანუ BK ისე შეფარდება KD-ს, როგორც 1/2-ს, როგორც აი მიმდებარე გვერდები.
და რადგანაც ჯამში 3 იყო, 3 რო გაყოს 3 ნაწილად, ეს იქნებოდა 1 სტოლი, 1 სანტიმეტრის, აა ну, ერთეული არც წერია პრინციპში აქ. 1 სტოლი და კადე იქნებოდა 2 სტოლი. ასეთი ამბავი მივიღეთ. ну, მარტივი ამოცანა იყო, თუმცა კარგი ამოცანა იყო. გაგვახსენა კიდე ადრე ნასწავლი მოვლენა. 159. იბოეთ სამკუთხედის ფართობი, თუ მისი გვერდები 5 და 10-ია, ხოლო ამ გვერდებს შორის მოთავსებული ბისექტრისაა 4. აგი, ну, გვერდები არის 5 და 10, ამ გვერდებს შორის მოთავსებული კუთხის ბისექტრისა არის 4, ხო? და გთხოვენ უთლიანად ამ სამკუთხედის ფართობს. თუ რა გახსენდებათ ახლა, რა თქმა უნდა, წინა ამოცანაში გამოყენებული მომენტი გაგახსენდებოდათ, ну, მიმდებარე გვერდების შეფარდება თუ არის 5-10-თან, დავაწეროთ ახლა მას ჩვენ A, B, C, D. ანუ AD ისე შეფარდება DC-ს, როგორც 5-10-ს, არა? როგორც 1-2-ს. ანუ ეს იქნებოდა x, ეს იქნებოდა 2x. და როცა ბისექტრისაზე ვსაუბრობთ და თან ნაწილებია საპოვნი, ну, აბა, უნდა დაგვაუწყდეს ახლა ბისექტრისის სიგრძის დასათვლელი ფორმულა? არა. და რას უდრის ბისექტრისის კვადრატი? ეს ტოლია მიმდებარე გვერდების ნამრავს გამოკლებული მოპირდაპირე გვერდზე მოკვეთილი ნაწილების ნამრავი. ეს იქნებოდა 16, 50, 2x კვადრატი, 2x კვადრატი ტოლია 34-ის და x კვადრატი გამოდიოდა 17-ის ტოლი. ანუ პრინციპში ჩვენ ეს x უკვე ნაპოვნი გქონდა, ნაპოვნი გვაქვს უпростоრად ესა ფესვი 17, აი აქ. მაშინ ეს იქნება 2-ჯერ ფესვი 17. კაი, ცალკე რო გადმოვხაზოთ ახლა ეს ნახაზი, რა სიტუაცია მივიღეთ? ანუ რის ფართობს გთხოვენ, ხო? ABC-ს ფართობი უნდა დავთვალოთ. ჩვენი შემოტანილი ეს სვები. ვიცით ერთი გვერდი არის 10, ვიცით მეორე გვერდი არის 5, ერთი გვერდი, მეორე 10-ია და 3 ფესვი 17 გამოდის მესამე. და გთხოვენ ფართობს და, ну, რა თქმა უნდა, 3 გვერდი თუ იცი, ჰერონის ფორმულას გამოიყენებ და ორჩა, ხო, მაგრამ როცა ირაციონალურია გამოსახულება, ჰერონის ფორმულა ცოტა მძიმე გამოსაყენებელია. ამ შემთხვევაში მე მაგალითად მირჩევნია კოსინუსების თეორემის შედეგი დავწერო. კოსინუს ალფა უდრის 5-ის, რა თქმა უნდა, ირაციონალური წევრი, რომელიცაა მისი მოპირდაპირე გვერდისთვის, მოპირდაპირე კუთხისთვის, დავწეროთ კოსინუსების თეორემის შედეგი, კუთხის პოვნა რომ ხდება. ანუ 5-ის კვადრატს დამატებული 10-ის კვადრატი გამოკლებული 3 ფესვი 17-ის კვადრატი შეფარდებული 2-ჯერ 5-ჯერ 10-თან, ну, ეს გამოდის 25, 100, გამოკლებული 9-ჯერ 17, ესა 9-ჯერ 10, 9-ჯერ 73, 153 შეფარდებული 100-თან. ეგ გამოდის 125, 153, 25, 27, ხო? არა, 28. მინუს 28 მიასედიდან, ну, თუ შევკვეთთ, ესა მინუს 7/25. და კოსინუს ალფა თუ მინუს 7/25, და სინუს ალფა რა იქნებოდა? ну, სინუს ალფა ყველა ვარიანტში დადებითია, 1-ს გამოაკლდებოდა ამ რიცხვის კვადრატი. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს კარგი რიცხვი, ანუ 1-ს აკლდება 49
625 თუ ამას გაერთმშველიანებთ, აქ იქნება ფესვი 625 გამოკლებული 59, 576 არა? შეფარდებული 625-თან და 576-დან ფესვი ამოდის ეს 24-ია. შეფარდებული 25-თან. შესაბამისად, ფართობი რა იქნებოდა უკვე ABC-ს? ეს იქნებოდა 1 ჯერ 2 გვერდის ნავრალი, 5 ჯერ 10, გამრავლებული მათ შორის მდებარე კუთხის სინუსზე, ანუ 24 25-ზე. ეს კვეთს ამას, რაკაც ეს 2 დარჩებოდა, ეს 2 იკვეცება და გამოდიოდა 24. კი ბატონო, სწორად გავაკეთეთ. კარგი. ახლა შეიძლება მეორე მეთოდზე სხვა დავფიქრდეთ. ნუ, პრინციპში ახლა სხვა რამეზე გონების გადართვა ცოტა ჭირს. ნუ შეიძლებოდა სიმაღლე დაგვიშვა აქ, ნუ ბისექტრისაზე არსებული წერტილი ხო კუთხის გვერდებიდან თანაბრადაა დაშორებული. ეს არაფერი. ასე დაგვეწერა სინუს ალფათი, ნუ ეგეც რომ გამოგვესახა ამის ფართობი. რა ხირი იქნებოდა? უცნობი კომპონენტი უნდა ჩანდეს, ხო? კაი, იყოს ასე. მოდი, დავჩერდეთ და 160-დან გავაგრძელოთ ჩანაწერი.